მადლობს მოწვევისათვის. მე მგონი ერთ-ერთი ადეკვატური სურათია იმისა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ხელისუფლება არ არის ქართული, უცხო ქვეყნის ხელისუფლება გვმართავს ამ წუთში და რასაკვირველია ის წინააღმდეგობას უწევს ამ ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია 9 აპრილთან. ისინი ყოველთვის 9 აპრილს აღნიშნავდნენ როგორც ტრაგედიას და დამოუკიდებლობას. აი დღევანდელი დღე იყო ძალიან კარგად გამართული, როცა მათ უჩვენეს როგორ გამოცხადდა დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ თან ვისგან გამოვედით, ეს მათ არ სურს და ეს არის მათი რეაქცია იმაზე რომ უცხო სივრცეში არიან, მათთვის ეს ყველაფერი უცხოა, იმიტომ რომ მე მგონია რომ მაინც უფრო მემკვიდრეები არიან იმ საბჭოთა რეჟიმის, იმიტომაც იყო რომ დღეს ვერც ახსენა კობახიძემ და თქვა უცხო ქვეყანა იყო, უცხო ძალები დაარბიესო. ანუ ეს არის სრულიად გასაოცარი, იმიტომ რომ მათ ამის ხმა არ შეუძლიათ არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ ვხედავთ რომ ერთი კარგია რომ მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს და მე მგონი ვერ შეძლებენ მისვლას თვითონ ამ მემორიალთან, იმიტომ რომ არ დაუთმეს ინდიის პატიმრების მშობლებმა, რომ ისინი გაეკარონ ამ წმინდა ისტორიას მთლიანად, იმიტომ რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილები სწორედ ამ საქმის გამო, ამ იდეის გამო არიან დასჯილები და ზიან ამ იდეის გამო. და მას ვხედავთ ჩვენ ღიად. ბატონო, აი თქვენ თქვით რომ ამის თქმა არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ, აი რასთან გვაქვს საქმე წლების განმავლობაში, ხა ძალიან მარტივია ხო ამ განცხადებების ამოღება, რომლის გავრცელებაც ხდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ აი წლევანდელი განცხადება არის ის, რამაც ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების დიდ ნაწილში, ხომ? ჯერ ერთი მერე ამას მოყვა პაპუაშვილის კომენტარი, სადაც ტოლობის ნიშანი არის დასმული და ამაზეც კითხავთ აუცილებლად, მაგრამ უცხოურ ძალად არიან რუსები მოხსენებული და აქ ნათქვამია, რომ ძალადობა იყო ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგო და აი რეალურად რა პროცესთან გვაქვს საქმე, ხო? აი ხშირად საუბრობს თქვენ რაღაც ყველაფერს და ერქმევა ნელ-ნელა თავის სახელი და ასე შემდეგ. აი რისი გამოვლინებაა რეალურად ეს, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ამ განცხადებაში და შემდეგ იყო ასევე დამატებითი განმარტება კობახიძის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ზუსტადად ჩვენ სვამთ ტოლობის ნიშანს. არა, ესეც აბსოლუტურად გამოკვეთილია. მე 2012 წელს ვთქვი, რომ ესენი მოიყვანეს რუსებმა და რუსული ხელისუფლება, რუსული რეჟიმია, მათზე არიან დამოკიდებული. ისინი ვერ გაძლევენ, ისინი ფიქრობენ, რომ ისინი მათ პირდაპირ გაწყვეტეს კავშირი დასავლეთთან. ანუ ყველა იმ ღირებულებებთან კავშირი აქვს გაწყვეტილი, თვითონ თქვენს, რომ თვითონ კობახიძემ გამოაცხადა, ხომ ასე იყო, რომ ჩვენ ვწყვეტ ნებისმიერ მოლაპარაკებას 28 წლამდე თუ რაღაცა შეწყვიტეს თვითონ. ამიტომ მათ ხანაირად ახლა ამ წუთში ისინი რუსებზე არიან დამოკიდებული. გახსოვთ თქვენ ესეთი კაკულია იყო მგონი ეკონომიკის რეფორმების ხელმძღვანელი წინა პარლამენტში, მან თქვა რომ ანაკლია იმიტომ დაუცვეთ რუსებისთვის, რუსებს ასე სურდათ. ანუ ისინი ყველა ტექსტში არიან რომ დაუცვენ რუსებს. ანუ ეკონომიურად, პოლიტიკურად ახლა ბიზნეს ძალაუფლება მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული. ისე როგორც აღმოჩნდა რომ კომუნისტების ძალაუფლება რუსებზე იყო დამოკიდებული. იმიტომ რომ ისინი ვერაფერს ვერ დაუპირისპირდებიან რუსებს აბსოლუტურად ღირებულებათა შეფასებაც კი არ სურთ უკრაინასთან დამოკიდებულებაში, მათი შეფასების კრიტერიუმები თქვენ გახსოვთ რომ ვერ გაბედეს. ამიტომ ჩვენ ყავს აბსოლუტურად რუსეთზე დამოკიდებული ხელისუფლება. როდეს რაც უფრო მეტად გააცნობიერებს ქართველი ხალხი, უკეთესია. სხვათა შორის 9 აპრილმა 99 წლის დაანგრია მითი მთლიანად საბჭოთა კავშირის ერთიანობის შესახებ. ის რომ საბჭოთა კავშირი რუსეთი რო ჩვენზე მზრუნველი ქვეყანა იყო, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვიყავით, საბჭოთა ხალხი ვიყავით, ჩვენ პირიქით მოგვიწია ხალხისთვის მთელი ადრეს კეთდებოდა ეს, რომ ჩვენ ვართ სხვა ხალხი, საბჭოთა ხალხი სხვა არის, რუსეთი სხვა არის და შემდეგში ჩვენი ისტორიის გახსენება, მისი ესე იგი რუსებისადმი დაპირისპირება, ესენი სხვა შორის წელს 100 წლის დავი 1920 წლის აჯანყების გამოაცხადეს, მაგრამ არც აღუნიშნავთ. ერთი მემორიალური დაფა არ გავუკეთებია თქვენ თუ გახსოვთ, არც თქვათ ზესტაფონთან, არც ჭიათურაში, არცად არ გააკეთეს, იმიტომ რომ ესენი ცდილობენ რომ როგორმე რუსებს არ აწყენინონ. სხვა შორის ასეთი ტერმინი იყო თქვენ, ესენი ხო მოვიდნენ და ტექსტიც ასეთი აქვს, რომ საქართველოს დაიწყო ომი
რუსეთთან ცხინვალში არა საქართველოს ტერიტორიაზე ხომ ეს ხო პირდაპირ ასეა მიმართული ისინი ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილს რუსეთი რო არ გაეღიზიანებია არა და ესეთი უკეთესად მოქცეულიყო ეს არ იქნებოდა არა ომი პირდაპირ ამბობენ ამას პროვოკაციას აყვას სხვა თუ არაფერი ყველაზე რბილი ტექსტი ეს არის ახლა მე ვიხსენებ იგივე მოვლენას რაც ხდებოდა 1992 წელს ამბობდნენ რომ გამსახურდიას უარ ეგინებია რუსეთში ესეთი დაპირისპირება არ ყოფილიყო ჩვენ უკეთესად ვიქნებოდით ნახეთ მოვიდა შევარდნაძის რეჟიმი რომელიც ყველანაირად უსება მოიყვანეს მათ მიერ აი დღეს ყველა ტექსტი არსებობს რომ ბურბულისის მონაწილეობაო იქიდან ჩამოყვანილი რუსი რა ქვია ქართული გვარის რუსი მინისტრების მაგრამ შემდეგში დავკარგეთ ანუ ჩვენ პრობლემა არ ქონდა აფხაზეთში საკითხი აგებული იყო წესიერად ანუ არჩევნები ჩატარო ასევე არ იყო ანუ პრობლემა რასაკვირველია რუსების უცდილობდნენ რომ ჩვენთვის შეექმნათ ავტონომიებში პრობლემა მაგრამ ჩვენ ვაგვარებდით მას პირდაპირ მათთან მასში ხომ და როგორც კი მოვიდნენ რუსები რომელსაც კარგად რუსებთან დამორჩილებული ხალხი თქვენ ნახეთ რომ თლიანად წაიღეს ეს 20% წარსულია ყველაზე ისიც მე საერთოდ მიყვეს რომ როგორ ლაპარაკობთ ნებისმიერ ტექსტზე მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსაკ დავყრობენ ანუ ის ოკუპანტია თქვენ როგორ ფიქრობთ ხან ამბობენ რომ ბუდისტიან ოსებს და აფხაზებს ხან ნახეთ იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით აფხაზეთში და გნებავთ იქ მცხოვრები ქართველებიც და არა ქართველები ხო საქართველოს მოქალაქეები არიან ისინი ხო ოკუპირებული ყავთ რუსებს და მიერთებული ამიტომ ჩვენ თუნდაც ამ ტექსტის გამო ეს როგორც უნდა სპეკულაციის ფორმაა რომელსაც კარგად აფორმებენ საზოგადოებაში ეგონებათ ხომ ვიღაც ოს უხდიან ბოდიშ რატო ვერ გავიკეთ თქვენ იცით რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნახეთ 1921 წელს ნოე ჟორდანიასაც ოსების პროდმელმა იყო მას აბრალებდნენ გენოციდს 92 წელსაც ჩვენ მას გვაბრალებდნენ მისასანაც უცად იგივე ბრალდებიან ანუ ფორმულირება ერთი და იგივეა რუსული პროვოკაცია რუსული პროპაგანდა და ესენი მუშაობენ რუსულ პროპაგანდაზე. ვერ ვიტყვი რომ ცუდად ასრულებენ ამ როლს, შვენივრად ასრულებენ როლს, ანუ ამ რუსული პროპაგანდას კარგად ასრულებენ, კარგად გაზდით, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ რომ მათ ჩვენ თავარი დაგვავიწყდა რომ ბიზნა ივანიშვილმა აქ როგორ იყო საბჭოთა კავშირის შემდეგ თავარი მოქმედი პირი ამ ქვეყანაში ამ საზოგადოებაში დღემდე თქვენთანაც სხვა ტელევიზიებში უჭირავს ქართულ ინტელიგენციას ეგრეთ ან ინტელექტუალებს, ხელოვნებას, ხალხს, რეჟისორებს. ესენი იყიდეს კომუნისტების იყვნენ, ესენი პირდაპირ დამძერად ბიზნესს წყვილ არ ხვდიდა ხელფას, ხომ? ანუ აზრის შექმნა არა გამოჩნდა რომ ტყუილად არ უხდიდა ხო მათ პროპაგანდისტები დღესაც ყავთ აი იგივე იმეჩი რაც გადაცემად კი აქვს ინტელექტუალი ყავთ პროპაგანდისტები ხო ნახეთ რომ ისინი არიან მათთან პირდაპირ კითხულობენ აი ჩემთან იყო ერთი ახალგაზრდა მითხრა რომ ესე იგი ისიც კი არ ისმის რომ აიო ჩვენთანო რატო მეტი ხალხი არ გამოდის ან ესე იგი აბსოლუტურად ავიწყებთ რომ ჩვენ და ოპოზიციამ რაღაცები კონკრეტულად არ გამოკვეთა უნდა გამოგვეკეთა რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს. იგივე რომ ჩვენ ბიძინა არ მოგწონს, მართლაც გეუბნებით რომ ეთყობა ჩემში არ არის ძლიერი ეთყობა დემოკრატიის შეგრძნება თუ რა არის, მაგრამ პირველი არის, იმიტომ ვერ იქნება დემოკრატია ეს სახელმწიფო არ არსებობს. და ჩვენ გვაქვს პირველ რიგში ქართული სახელმწიფო დასაცავი. ანუ სახელმწიფო რომელიც ყველა დისკრედიტაციას ეწევა ივანიშვილი. აი ყველას აი ნახეთ იქ დღეს ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი იყო მოსული და როგორც იქცეოდა ჩანს რომ ამ უნივერსიტეტის დისკრედიტაციას ესეთი რექტორი ყავს ხო? ანუ მან ეს ყველაფერი ნიჰილიზმამდე უნდა ქართველიერი მიიყვანოს რომ სადაც არც პრეზიდენტი არც პატრიარქი არც არავინ არ არის. მან ყველაფერს უნდა გავაკეთოს, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენ სოფელი ვართ, ჩვენ სახელმწიფო არა ვართ.